მოკლედ ექსპერიმენტმა გაამართლა და ვაგრძელებთ ძვირფასო გოგოებოდ. შემოვიტანეთ სიახლე. აღარ არის უკვე ბიოდახვევა ძალიან წვრილი, ძალიან უწუწა, ხვარივით არ იქნება არავინ, იქნება უფრო ტალღისებური ეს. აუცილებელი პირობა არის ის, რომ თმა უნდა იყოს ჯანმრთელი, დაზიანებული არ უნდა იყოს, არ აქვს მნიშვნელობა შეღებილი იქნება თუ შეუღებავი, ყველანაირი დაიხვევა. ძალიან ტრენდული არის მსგავსი სტილის დახვეული თმა და ბიჭებიც აქტიურად იკეთებენ სხვათა შორის ჩემთან. ნახოთ შედეგები. ესეც შედეგი. ეს ჩემი ყველაზე საყვარელი მომენტია, რომ დავარცხნე და აი ესე რომ ავყრეთ მას და უცებ რომ დავყავ. აი ასეთი გამოვიდა ეს გაშრება და რა თქმა უნდა კიდევ უფრო შეიკვრება. ეხა უკვე ძალიან გვიანია და ვეღარც დავაყოვნებ და როგორც ვიცით უკვე ჩემი ვიდეოებიდან, ჯობია თავისით გაშრეს ბიოდახვევა. ულამაზესი ტალღისებური დიზაინი მივიღეთ, ძალიან ლამაზი. ბიოდახვევას ძალიან უყვარს ჯანსაღი, ჯანმრთელი თმა. ასე რომ გოგოებო, ძალიან გთხოვთ, სახლის პირობებში იზიანებთ ხოლმე თმას, რომ გამოგივიდეთ ყველაფერი ლამაზად და არც დაზიანდეს თმა.